მოვიზიდოთ ფული. და ჩვენი მიზანია, რომ ვნახოთ, როგორ შეიძლება თქვენმა, თუნდაც ფარულმა დამოკიდებულებებმა ფულის მიმართ, როგორ შეიძლება განსაზღვროს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. კი ბატონო. გიფიქრიათ ოდესმე, რომ შეიძლება ქვეცნობიერად ფული არ გიყვარდეთ, მაშინაც კი თუ შეგნობილად გინდათ რომ გქონდეთ. მოდი ამაზე ვისაუბროთ. დიახ, ეს ძალიან საინტერესო პერსპექტივაა ნამდვილად. ხშირად ბავშვობიდან ან გარემოდან წამოსული რაღაც შეხედულებები. მაგალითად, ფული ხელის ჭუჭყია. ან, რა ვიცი, მდიდრები ცუდები არიან. ესენი ღრმადი ლექება ჩვენში, ხო? კი. და ამან შეიძლება შინაგანი კონფლიქტი შექმნას, ანუ ერთის მხრივ გინდა ფული, გინდა კეთილდღეობა, მეორეს მხრივ კი ქვეცნობიერი ამას თითქოს ეწინააღმდეგება. ანუ შიგნიდან ვბრძვით საკუთარ თავს. ხო, და სწორედ ეს ბრძოლა შეიძლება იყოს მთავარი ბარიერი ფინანსური წარმატებისთვის. მართალია. და ამ მასალაშიც ხაზგასმულია, რომ ბევრს აქვს ფულის მიმართ ფარული. ზოგჯერ აშკარა ზიზღიც კი. კი, ნამდვილად. ზოგი სიღარიბეს, წარმოიდგინეთ, რაღაც სათნოობადაც კი თulis. და ხშირად ეს მოდის ან ბავშვობიდან, ან თუნდაც წმინდა წერილის არასწორი გაგებიდან. საქმე ისა, რომ ეს რწმენები უმეტესად ჩვენს ქვეცნობიერშია და ქვეცნობიერი, როგორც ვიცით, ამასალის მიხედვითაც, ჩვენი გონების დაახლოებით 95%-ის შეადგენს. საკმაოდ დიდი ნაწილია. კი. და ამ ქვეცნობიერს პირდაპირი ძალიან ძლიერი გავლენა აქვს ჩვენს ქცევაზე, გადაწყვეტილებებზე, ენერგეტიკაზეც კი და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ფინანსურ რეალობაზე. ესე იგი, თუ ქვეცნობიერად ფულს ნეგატიურად რაღაცნაირად საფრთხეთ აღვიქვამ, ზუსტად. ტვინი ყველანაირად ცდილობს, რომ თავი აარიდოს მას. და როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს? მაგალითად, ხელფასის მომატებას ვერ ვითხოვ, როცა ვიცი, რომ ვიმსახურებ? ეგეც შეიძლება. ან, თქვათ, ფულს დაუფიქრებლად ხარჯავთ. თითქოს გინდათ, რომ მალე მოიშოროთ. გასაგებია. ქვეცნობიერად გათავისუფლება გინდა. ხო, ქვეცნობიერი მექანიზმები ბევრნაირია. ასევე ძალიან საინტერესოა ფულის როგორც ენერგიის კონცეფცია. მასალაში კარგი ანალოგიაა მოყვანილი. რომელი? ფულის თავისუფალი ბრუნვა ცხოვრებაში უგავს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში. ორივე ჯამუთელობის ნიშანია, ხო? ერთი ფიზიკურის, მეორე ეკონომიკურის. ანუ ფული თავისთავად ნეიტრალურია. არც კარგი, არც ცუდი. ჩვენ ვანიწყებთ მნიშვნელობას ჩვენი დამოკიდებულებით. ზუსტად ეგრეა. ფული ენერგიაა და ჩვენი ნეგატიური რწმენები, შიშები, ესენი ბლოკავს ამ ენერგიის ნაკადს. და გამოსავალი. გამოსავალი, როგორც წყარო ამბობს, არის მკაფიო ხედვის მიზნის ქონა. როცა ნათლად იცი რა გინდა და ამას წარმოიდგენ, თითქოს უკვე ნახევარი გზა გავლილი გაქვს. ეს რაღაცნაირად ააქტიურებს ტვინს. კი, ააქტიურებს ტვინის ერთ მექანიზმს, რომელსაც ცოტა რთული სახელი აქვს. ბადისებრ გააქტიურების სისტემა ქვია, RAS. რთულად ჟღერს, RAS. უფრო მარტივად რომ ვთქვათ. ეს არის ტვინის ფილტრი. ის გვეხმარება, რომ გარემოდან ავტომატურად გამოვარჩიოთ და შევამჩნიოთ ის ინფორმაცია, ის შესაძლებლობები, რაც ჩვენს მიზნებს ემთხვევა. ანუ, თუ ჩემი მიზანი სიმდიდრეა და ამაზე პოზიტიურად ვარ ფოკუსირებული, ხო, თქვენი RAS დაგეხმარებათ, რომ დაინახოთ შესაბამისი შანსები, რომლებიც აქამდე შეიძლება სულაც არ გემჩნეოდათ. ძალიან საინტერესოა. ანუ ყველაფერი შიგნიდან იწყება. მასალაში ახსენებენ შინაგანი ნებართვას. ესე იგი, ჯერ შინაგანად უნდა დაირთო ნება წარმატებაზე. კი, სანამ ის გარეთ გამოვლინდება. ჩვენი გარეგნული ქმედებები თურმე ჩვენივე ფარული აზრების რწმენების ანარეკლი ყოფილა. ეს ფროიდის და იუნგის იდეებსაც მაგონებს, ხო? მასალაშიც ახსენებენ, ის, რასაც ვერ ვაცნობიერებთ, ის გვმართავს და ბედს ვარქმევთო. აბსოლუტურად. და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს სხვების წარმატების მიმართ. ანუ, შური, სხვისთვის ხელის შეშლის მცდელობა. ეს პირველ რიგში საკუთარ თავს უნებს. ქმნის ნეგატიურ ენერგიას და ქვეცნობიერს ასწავლის, რომ წარმატება საშიშია, რადგან შურს იწვევს. გასაგებია. ანუ თუ სხვისი წარმატება მიხარია, ეს ჩემს გზასაც ხსნის. დიახ, პირიქით. სხვისი წარმატებით გახარება, კეთილგანწყობა.
ეს ხსნის საკუთარ გზას სიუხვისკენ. ეს გავს, რა ვიცი, სარკისა და ბუმერანგის პრინციპს, როგორც მასალაშია ნათქვამი. რასაც გასცემ, იმას იღებ. ზუსტად. რასაც გასცემ სამყაროში, პოზიტიურს თუ ნეგატიურს, ისევ შენ გიბრუნდება. სხვისი წარმატების გულწრფელი აღიარება აძლიერებს შენს რწმენას, რომ ეს შესაძლებელია და კარგია. კარგი, მოდი შევაჯამოთ. ანუ ამ მასალის მთავარი გზავნილი როგორც ჩანს ასეთია. თქვენი ფინანსური რეალობა პირდაპირ კავშირშია თქვენ შინაგან სამყაროსთან. კი, თქვენს ღრმა რწმენებთან, ფულის შესახებ და იმასთან თუ როგორ აღიქმავთ სხვების წარმატებას. სწორედ ასეა. და ბოლოს, ერთი ძალიან ძლიერი აზრი დაგვიტოვა ამ მასალა, მართლა დასაფიქრებელი. რომელი? თუ თქვენს შიგნით მყოფ ავაზაკებს არ დაამარცხებთ, ანუ შიშებს, ნეგატიურ რწმენებს, შურს, ისინი აუცილებლად გაუხსნიან გზას რეალურ გარეგან დანაკარგებს. ძლიერი ნათქვამია. ხო. ასე რომ დაფიქრდით, თქვენ თვითონ დაფიქრდით, რა ფარული ავაზაკები შეიძლება იმალებოდნენ თქვენს გონებაში ფულთან და წარმატებასთან მიმართებაში.